ცა მიწამთა დაბარი თები არათანაბარი ტყეში შიომ დაუბერა ისმის მისი საუბარი ყოველ საგანს ულევს ფერაც მისწვე ჩვენის მენამზერა ასო ბგერა ისმის მათი ჟღერა მღერა ცას მოჭედილს ვარსკვლავით მოჭედილსას ნათობების ცვივა წვიმა ფიქრის ჯაფზე ვინაკინძავს სამაჯურად სიტყვის მძივად მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეს სიტყვების თამაშია, განახლებული აუდიტორიით, განახლებული თამაშის წესებით, სადაც ჩვენ ვნახავთ ოჯახებს, რომლებიც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს სიტყვების თამაში. გაამარჯვებული ოჯახი გაემართება დისნეილენდში, ტაში მეგობრებო. მე მინდა მოვიწვიოთ ჩვენი ოჯახის წევრები, გუნდები და პირველი ოჯახი გთხოვთ მამულაშვილების ოჯახს სცენაზე. მივესალმოთ. სოფო, გუნდის კაპიტანი ირირი, მოგესალმები ირირი და ლევან. წარმატებები იცურვოთ მამულაშვილების ოჯახს. მათ წინააღმდეგ მოსულები არიან ოჯახი გალოგრეებისა. გთხოვთ. ნუცა, გუნდის კაპიტანი ირინკა და გიორგი. წარმატებები გალოგრეების ოჯახს, აი ამ ორი ოჯახის დაპირისპირებას ნახავთ. დავიწყოთ პირდაპირ თამაში, პირველი რაუნდი. ვიწყებთ თამაშს ძვირფასო კაპიტნებო. პირველი რაუნდი ასეთია. ეთამაშებიან ერთმანეთს კაპიტნები კაპიტნებს, მამები მამებს, დედები დედებს. თანაბარი ბალანსი იყოს ჩვენს თამაშში. და მოდით პირდაპირ დავიწყოთ. მზად ხართ კაპიტნებო? დიახ. აი ხა მე ამას დავაჭერ ხელს და აი აქ ეკრანზე და შესაბამისად თქვენთან გამოისახება 900 ბგერა. და აი პირველი დაჭერა ღილაკზე. და 100 ბგერები გამოდის ეკრანზე შემდეგი თანმიმდევრობით L K E I K C U B Z. აი ამ თანმიმდევრობით გვაქვს 100 ბგერები ირირი და ირინკა. მოვემზადოთ, ჩვენ გვექნება 40 წამი საიმისოდ, რომ შევქმნათ რაც შეიძლება მაღალქულიანი სიტყვა აი ამ 900 ბგერიდან. მაშ ასე წამზომი ჩაირთო. ოჯახის წევრები ნუ ჩაერევით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვაჯარიმებენ ზემდგომი ორგანოები. დარჩა 9 წამი. დრო ამოიწურა. როგორია განწყობა? აი თქვენ ხართ პირველი ადამიანები, კაპიტნები, რომლებმაც ითამაშეთ განახლებული სიტყვის თამაშის პირველი რაუნდის პირველი ეტაპი. ინერვიულე? არა, არა. საერთოდ. სიტყვა გვაქვს? გვაქვს. ჯერ არ გითხართ. ჩვენც გვაქვს სიტყვა. ირინკა. დავიწყოთ ქულებით. ირირი, შენ გაქვს შესაძლებლობა 1-დან 5 ქულამდე შეაფასო შენი სიტყვა. 4. 4 თქვა ირირიმ. ირინკა? ჩემიც იყოს 4. 4? დიახ. ამ ეტაპის ღირებულება არის 4 ქულა, ვნახოთ ვინ მოიპოვებს, ვინ წაიღებს ამ 4 ქულას, გავხსნათ სიტყვა ირირისგან, ირირი შენი სიტყვა. ბუზი 11 ქულია. ბუზი 11 ქულიანი. თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო, ნათქვამია. თქვენი სიტყვა? ჩემიც ბუზია. 2 ბუზია უკვე ჩვენ სტუდიაში, მე მგონი ტაშის დაკვრაც შეიძლება. ახლა ჩვენი ყურადღება გადადის წამზომისკენ, დროისკენ, იმიტომ რომ ჩვენმა ახალგაზრდა კაპიტნებმა თანაბრად, თანასწორად ითამაშეს და უნდა გავარკვიოთ დროის ამბავი. ირირიმ დაწერა 11 წამში ბუზი, ირინკამ 10 წამში სულ 1 წამი, რაც ნიშნავს იმას, რომ გალოგრეები დაწინაურდნენ 4 ქულით. მივესალმოთ მათ. და წარმატება უსურვოთ შემდეგ ეტაპზე მამულაშვილების ოჯახს. ეხლა უნდა გავიგოთ ირინკასგან ვინ ითამაშებს, ვინ იქნება შემდეგი მოთამაშე პირველი რაუნდის მეორე ეტაპს. აბა რა არჩევანს გაქვს? იყვნენ მამები.
ვინ უნდა ითამაშოს? მამებმა. მამებმა ითამაშოს. ანუ დედები ყველაზე ძლიერები არიან. ტაში მეგობრებო. მამები პულტთან და ირირი, მოდი ჩემთან, შენ უნდა დააჭირო ხელი ამ ღილაკს. მოვემზადოთ, დააჭირე, კარგად. შეგიძლია დაიკავო ადგილი. მადლობა და ასობგერები გვაქვს. ნ, ტ, პ, ი, ე, ზ, ჭ, ა, ე. ბევრი ხმოვანი ამოვიდა. აბა ლევან და გიორგი, ჩვენ გვაქვს უკვე 30 წამი საიმისოდ, რომ აქედან შევქმნათ რაც შეიძლება მაღალქულიანი სიტყვა. მოვემზადოთ, წამზომი ჩაირთო. Gari? Როგორ იგზავნე? დრო ამოიწურა. მამაკაცებმა ჯერ ჩახედეს ლეპტოპებს, მერე ერთმანეთს გადახედეს, შეამოწმეს და ორივე კარგ ხასიათზეა. და ამიტომ დავიწყოთ ქულებით. რა ვიცი, თქვენგან დავიწყოთ. რამდენ ქულას მივანიჭებთ 5-დან 10-მდე სიტყვას? 5-დან 10-მდე. მაქსიმალურს. მაქსიმალური 10 თქვა ლევანმა, გიორგი. მოდი არ ჩამოვრჩები ლევანს. არ ჩამოვრჩები. მეც 10 ქულად შევაფასებ. 10 ქულა ნახოთ ვინ წაიღებს ამ ქულებს. ხსნით მამულაშვილებისგან. სიტყვას და სიტყვა არის პიტნა. პიტნა. 15 ქულიანი თუ არ ვწდები, ხო? 15 და გიორგი თქვენი სიტყვა? ტაეპი. ტაეპი მე ძალიან მომწონს. პროფესიის მიხედვით ეს სიტყვა, მაგრამ პიტნამ დამამშვიდებელი ეფექტი იქონია მამულაშვილებისთვის. მიულოცოთ მათ და მათი მონაგარი არის 10-ით 4 მამულაშვილების სასარგებლოდ. ნახეთ როგორ იძაბება თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობს ჩვენი თამაში და ახლა ძვირფასო მეგობრებო ჯერია ქალბატონებისა, ყველაზე ძლიერებისა, ნუცასი და სოფოსი. სოფოსი და ნუცასი. გთხოვთ, დაიკავოთ თავარი ადგილები და აი ახლა ღილაკზე დაჭერის შემდგომ გამოვა ასობგერები ეკრანზე. ბ, ბ, մ, დ, ლ, თ, რ, ა ნ ერთი ხმოვანი ძვირფასო მეგობრებო. ერთი ხმოვანი საკმაოდ რთული იქნება. სულ რაღაც 20 წამში სიტყვის შექმნა. არ დაეხმაროთ. ირირი ეჭვია რომ უკვე გაქვთ ვერსია. მოვემზადოთ წამზომი ჩაირთო. მეგობრებო, დრო ამოიწურა, აი ახლა გამოჩნდება პირველი რაუნდის გამარჯვებული, იმიტომ რომ ქულები გაიზარდა 10-დან 15-მდე და შევაფასოთ ჩვენი სიტყვები. სოფო. 5. არა, 10-დან 15-მდე. 10. მინიმალური შეფასება აქვს სოფოს. ანუ ვეთიშებით. ვეთიშებით? ნუცა ეთიშება, ამიტომ უკვე შეგვიძლია ვთქვათ სიტყვების გახსნის გარეშე, რომ გამარჯვებული არის ამ რაუნდში მამულაშვილების ოჯახი. გავიგეთ სიტყვა ჯერ ტაში, მერე სიტყვა და მერე კიდევ ტაში შეიძლება, ორჯერ ტაში, ტაში არ გვავნებს. რა სიტყვა იყო? მთა. მთა, 7 ქულიანი, რამაც მოგიტანათ გამარჯვება. გალოგრეებს სამწუხაროდ არ ქონდათ ვერსია, ჩემი სიტყვა იყო ბრმად. მე მგონი კიდე უფრო დიდი იქნებოდა, არ ვიცი, არ დამითვლია ქულები. დასრულდა პირველი რაუნდი 20-ით 4 მამულაშვილების სასარგებლოდ. მაშასე, მეორე რაუნდი. ვიწყებთ მეორე რაუნდს, რომელსაც პირობითად ქვია მაგნიტური ამბანი, ავხსნი კიდევ ერთხელ წესებს. აქ ჩვენ გვაქვს აუზი, აუზში არის 33 ქართული ასობგერა და არა მარტო, არის ერთი ვარსკვლავი, რომელიც ბონუსის ფუნქციას ასრულებს და თევზები, რომლებიც
არაფრის თევზების ფუნქციას ასრულებენ, თუ დაიჭერთ თევზს, დაგაკლდებათ ასობგერა. რატომ გვჭირდება თევზაობა? იმისთვის, რომ ჩვენ აი აქ გამოგვაქვს 7 ასობგერა, რომელსაც აკლია 2 დამატებითი ასობგერა და აი ამ ასობგერას მოიპოვებენ თქვენი გუნდიდან წარმოგზავნილი მებადურენი. ხოლო ვინ იქნება მებადურე და ვინ დაწერს ასობგერას, ეს თავად გუნდმა უნდა გადაწყვიტოს. ახლა თქვენ გეგეძლევათ 15 წამი საიმისოთ, რომ გადაწყვიტოთ ვინ ითევზავებს და ვინ დაწერს სიტყვას. მას ასე წამზომი ჩაირთო. მოიფიქრე. დრო ამოიწურა, ველოდებით კაპიტნებს ჩემთან, გთხოვთ, მოდით გაგვაცანით თქვენი ვერდიქტი. ირინკა და ირირი. ირირი ამბობს, რომ თევზაობს თავად, მომწონს მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და წერს სოფო, ხოლო ირინკა ამბობს, რომ თევზაობს მამა და წერს ნუცა, ანუ გიორგი არის მეთევზე, ნუცა წერალი. გთხოვთ, დაიკავოთ თქვენი ადგილები და მებადურეებს, მეთევზეებს გთხოვთ დაიკავონ თავისი ადგილები, მე კიდევ გამოვიყვან ეკრანზე 7 ასობგერას. ასობგერებია D, A, E, S, E, A, N. მე მაქვს ეჭვი, რომ მებადურეებს, მეთევზეებს დაჭირდება თანხმოვნები. მე ესეთი ეჭვი მაქვს. ნახოთ. ახლა მოვემზადოთ ერთი წამით, მოვემზადოთ ირირი, გიორგი. ეს პირველი თევზაობა, ხო? დიახ. ეს ერთი და სხვა მრავალი. მოვემზადოთ. წამზომი ჩაირთო. T მოიპოვა გალოგრეების ოჯახმა ასობგერა T, M მოიპოვა მამულაშვილების ოჯახმა ასობგერა M. რამდენი წამია? 16 წამი. ვარსკვლავი მოიპოვა ირირიმ და I მოიპოვა გიორგიმ. ანუ მამულაშვილებთან გვაქვს შემდეგი ასობგერები. ვარსკვლავი და T და I და T გალოგრეებთან ორი ასობგერა. ეხა ეს ორი ასობგერა აისახება თქვენთან მონიტორებზე და სოფომ და ნუცამ უნდა დაწერონ სიტყვა 30 წამის განმავლობაში. მოვემზადოთ ძვირფასო მეგობრებო, წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. მეგობრებო, აი გვაქვს შედეგები და სოფო თქვენი სიტყვა? დენთის. დენთის. რამდენი ქულიანია? 13 ქულიანი. და ნუცა თქვენი სიტყვა? დესანტია. დესანტია. 16 ქულიანი. სიტუაცია ასეთია, 20 ქულით კლავ ლიდერობენ მამულაშვილები და გალოგრეების დესანტი ადის 9 ქულამდე. ყველაფერი წინ არის, გავაგრძელოთ თამაში და ახლა ისევ გუნდის კაპიტნებს ვთხოვთ 15 წამის განმავლობაში დაწერონ ვინ იქნება მეთევზე, ვინ იქნება მწერალი. წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა, გთხოვთ კაპიტნებს მობრძანდით ირინკას და ირირის, აბა ირინკა ნახოთ შენ დაწერე ამ შემთხვევაში რომ თავად ითევზავებ და დაწერს გიორგი. შვენიერი გადაწყვეტილება. ირირი ამბობს რომ ითევზავებს ლევანი და დაწერს თავად ირირი. ინებეთ წარმატებებს გისურვებთ, მიბრძანდით, დაიკავეთ სათანადო ადგილები. წავიდა ასობგერები ეკრანზე. B, D, X, K, O, O, E. ყურადღებით, ძვირფასო მეგობრებო. მოვდივარ საგულშემატკივროც. წამზომი ჩაირთო. აჰა.
A მოიპოვეს მამულაშვილებმა, J მოიპოვეს გალოგრეებმა. აი იყოს ხო? იყოს. დავაი. აი. E მოიპოვეს გალოგრეებმა. P მოიპოვეს მამულაშვილებმა. უქონდა. დრო ამოიწურა და გალოგრეების მონაგარი არის E და J, ხოლო ირირი თქვენი ასოები რა არის? A და P. A და P, ან P და A. დავიკავოთ ჩვენი ადგილები და დავიწყოთ სიტყვის წერა. მოვემზადოთ წამზომი ჩაირთო. მოიცა? ედურა, ხო. ედო ჩემო. გუნდის წევრებს ვთხოვთ რომ არ დავეხმაროთ, თორემ დაგვაჯარიმებენ. ხლარავო. ბეკო. ჯეკო. ჯედო. მოიცა ჯიჯიანი. დაჯი. ჰა? მეგობრებო, დრო ამოიწურა. ირირი, 10 ქულა არის ამ ეტაპის მონაგარი. გავიგოთ ირირის სიტყვა. ბადე 7 ქულიანი. ბადე, როგორი ფუნქციური სიტყვა, პირდაპირ მნიშვნელობა 4 ბადე არის სტუდიაში ფაქტიურად. ბადემ აიღო 7 ქულა. გიორგი, თქვენი სიტყვა? ბედო ჩემო. ბედო. ბადე, ბედო. ასევე 7 ქულიანია. ისევ დროის ამბავს უნდა მივადგეთ და გავარკვიოთ, ვინ დაწერა უფრო სწრაფად. 39 წამში დაწერეს სიტყვა გალოგრეებმა, ანუ გიორგიმ ამ შემთხვევაში, ბოლო წამზე მოასწრეს და გამოგზავნეს. 35 წამში დაწერა ირირიმ. ტაში მეგობრებო, ტაში. და 30-ით 9. ძვირფასო მეგობრებო, უკვე ვიცით ამ ეტაპზე ვინ ითევზავებს და ვინ დაწერს სიტყვებს, ვისაც ეს ბედი ჯერ არ ქონიათ. ანუ შესაბამისად ვიწვევთ სათევზაოდ დედებს. გთხოვთ, მობრძანდით, მოვემზადოთ. აი ვაწვევი. და შემდეგი ასობგერებია. I L T Š L G G. მობრძანდით მეგობრებო, მოიმარჯვეთ, მოვემზადოთ. წამზომი ჩაირთო. დავი. მოიპოვეს მამულაშვილებმა. აი რე. O მოიპოვეს გალოგრეებმა. S მოიპოვეს გალოგრეებმა და N მოიპოვეს მამულაშვილებმა. შლეგის. დრო ამოიწურა. ძვირფასო მეგობრებო და მე მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგად მიდის თამაში. სხარტად და საინტერესოდ. ამ ეტაპზე სიტყვებს წერენ ლევანი და ირინკა. მოვემზადოთ წამზომი შაირთო. დრო ამოიწურა. 15 ქულაა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქულები. მე ვფიქრობ. ლევან, სიტყვა გულით. ჭეშმარიტად. თქვენი სიტყვა ირინკა? შლის. გულით არის 12 ქულიანი, შლის 9 ქულიანი. 15 ქულა მოიპოვეს მამულაშვილებმა და 45 ქულით არ დაგვინდეს გალოგრეები. მეგობრებო, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ძვირფას გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ წინაა მესამე რაუნდი, ძალიან საინტერესო მესამე რაუნდი, სადაც ბევრი რამ გადაწყდება. მაშასე, მესამე რაუნდი. ვიწყებთ მესამე რაუნდს, ყველაზე აზარტულ, საინტერესოს, რთულს, გამომწვევს, თამაშობთ მამულაშვილებთან და გალოგრეებთან ერთად.
მამულაშვილებს აქვთ 45 ქულა, გალოგრეებს 9, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ხოლო თამაშის წესები მდგომარეობს შემდგომში. გუნდის კაპიტნებისგან ვიწყებთ, აი აქ არის 85 ქართული ასო ბგერა. თქვენ გექნებათ 10 წამი სულ საიმისოდ, რომ მოიპოვოთ 9 ასო ბგერა, გადმომცეთ მე და აი ამ 9 ასო ბგერიდან 30 წამის განმავლობაში აი აქ შევქმნათ სიტყვა, რაც შეიძლება მაღალ ქულიანი. მზად ვართ? ირირები და ირინები. მოვემზადოთ, მიდით და როცა გეტყვით წამზომი ჩაირთოთქო. ნახე, საიდან შემოეპარა წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. ვიწყებთ ძვირფასო მეგობრებო. ბ ჟ д ი რაღაც ბევრი აგიღია. ო ე ო ვარსკვლავი და ჟ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ასო ბგერა. ირირი, შენ უნდა აიღო 1 ასო ბგერა და დააბრუნო. ხო, რომელიც გინდა მოგვაკელი. მოდი მოგვაკელი. მე? კი, 100 აიღე. ნახოთ, რას აიღებს. ვარსკვლავი აიღო. დააბრუნე. 30 წამი გვაქვს. მოემზადე. წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და ბოლო წამებზე ირინკამ შემოგთავაზა ბოტი. ბოტი, რამდენი ქულა აქვს ბოტს? 8 ქულიანი ბოტი. დიდი მადლობა. ეხლა ვნახოთ, ჯერ ვნახოთ ირირის მონაგარი. ანუ ის არა. ტ. ჰ. სადიპოვე ხ. ი. შ. ვარსკვლავი. ო შ და 2 ი. საინტერესოა მეგობრებო, ძალიან საინტერესო. 1 2 3 4 5 6 7 8 9 ზუსტად 900 ბგერა. მოემზადე ირირი. წამზომი ჩაირთო. აჰა. რამალე გასაგებია. ირირი 10 წამში დაწერე სიტყვა. გიყვარს მუსიკა? ჰიტები? შენიერი. ჰიტი. რამდენ ქულიანია ჰიტი? ეხლა ჩვენ გავიგებთ 16 ქულიანია ჰიტი და ათი ქულა მოიპოვე. 10 ქულა. მოუტანე შენს ოჯახს, მამულაშვილების დიდ გვარს. 55 ქულა აქვს, რასაც გილოცავ. ჯერ კიდე არის ვარიანტი. ჯერ კიდევ არის ვარიანტი, იმიტომ რომ წინ არის 15 ქულიანი და 20 ქულიანი ორთაბრძოლები. ბოლო შანსი. იმედი ბოლოს ხვდება. დაიძაბა თამაში, მაქსიმალურ ზღვარზე არიან მამულაშვილები, ასულები. ეს თუ მოიგეთ, არ ვიცი, მესამე მოთამაშეს თამაშს აზრიც აღარ აქვს, მინიმალურ შანსს ტოვებენ და ახლა გამარჯვებულმა ირირიმ უნდა თქვას, ვინი თამაშებს მეორე ეტაპს მესამე რაუნდისა. დედები. დედები. ხო, დედებს ანდეს თამაშის ბედის გადაწყვეტა ბოლოს. დედები წყვეტენ თამაშის ბედებს. ბედს. ხუმრობ, ჩვენ გვაქვს 10 წამი გახსოვთ, საიმისოთ, რომ 900 ბგერა ავიღოთ. გავამხნეოთ, მეგობრებო, გავამხნეოთ.
მოემზადოთ წამზომი ჩაირთო. ცოცხლად მხნეთ, მეგობრებო, მხნეთ. ხნეთ. დროზე. ამოიწურა. და ვიწყებთ ერთი. მამულაშვილებით. ასობგერა ქ. აი მან დიდექით. ზ. უ. ვარსკვლავი. ვ. კ. ი. შ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 ზუსტად 9 ასობგერა. და სოფო შეათვალიერეთ კარგად. გაქვთ 30 წამი. წამზომი ჩაირთო. დროზე ადრე შეძლო სოფომ სიტყვის დაწერა, სავარაუდოდ ეს არის ყურში. ყურში, ყუთში. ყუთში. ხო, ვარსკვლავი. ვარსკვლავს ნიკოლა. 13 ქულიანია ნებისმიერ შემთხვევაში. და გაართვით თავი. ნახოთ ახლა რას იძამენ მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლები ამ შემთხვევაში ნუცა ნახოთ თქვენი ასობგერები. გავამხნევოთ გალოგრეები. ა р მე მგონი პირდაპირ სიტყვას р ი ვარსკვლავი უ д დ-ზე რატომღაც ბრუნვა მახსენდება, არ ვიცი, ეგ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. მოვემზადოთ ნუცა წამზომი ჩაირთო. ძალიან მალე შექმნა სიტყვა არში ად არის 11 ქულიანი. ბედი არ გწყალობს. სამწუხაროდ ვიფასო მეგობრებო, ბოლო ეტაპმა დაკარგა აზრი ირინკა მაპატიე. დიდი მადლობა მინდა უთხრა პირველ ყოვლისა გალოგრეების მშვენიერ ოჯახს, კარგ ხალხს, უსურო წარმატება. ძალიან დიდი მადლობა უთხრა და გადავწე სიმბოლური საჩუქარი. მიდი ირინკა. სათამაშოების მაღაზიის ვაუჩერიად, მაღაზიას ვერ ვიძახი, რომ გაშლი ნახავ იქ, სადაც მოგიწევს წასვლა მშობლებთან და დაძმასთან ერთად. ხოლო ნუ ქულები მაინც უნდა თქვა 79 გაიმარჯვეთ დამაჯერებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ირირის. აწიე ხელი ირირი. გილოცავთ. აი ესე გამთავრდა სიტყვების თამაში გალოგრეებთან და მამულაშვილებთან ერთად. მათ დიდი მადლობა თქვენ ძვირფასო მაყურებლებო, მომავალ სიტყვების თამაშამდე.